აპრილის მემორიალთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა მოქალაქეთა და პოლიტიკოსთა ნაწილს გარდაცვლილ გმირთა ხსოვნისთვის პატივის მიგების საშუალება არ მისცეს. მემორიალის ყვავილებით შესამკობად ადგილზე მისულებს ქაშვეთის ეკლესიასთან გადანაცვლება მოუწიათ. შეუნდოთ უზრუნველოვანი მართლი, ვინც არ უშვებს ქართველებს და იმ ადამიანებს, ვინც მართლა დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაში. აისათაც 2026 წელს აქ ვიქნებით და ვნახავთ ის ბევრი ახალგაზრდა თუ ძველგაზრდა, რომელიც ახლა იქ აქტიურობს, ისინი იქნებიან თუ არა იქ. 9 აპრილის მემორიალი არ ეკუთვნის არც ერთ პოლიტიკურ პარტიას. 9 აპრილის მემორიალი ეკუთვნის ამ ქვეყნის ხალხს, რომლებიც ვაფასებთ იმ ადამიანების სულებს, რომლებმაც აქ თავიანთი თავი დადო. აქციის მონაწილეებმა მემორიალთან მიახლოების საშუალება არც იმ მოქალაქეებს მისცეს, ვინც 36 წლის წინ რუსთაველის გამზირზე იდგნენ და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. მეც აქ ვიყავი და ღმერთის წყალობით გადავრჩი მაშინ, უბრალოდ ცოტა მოვიწამლე. დღეს რაც მოხდა, მე იმას არ ველოდი ნამდვილად. იმიტომ რომ ვიღაც ბავშვმა ამიკრძალა იმ ადგილზე მისვლა, სადაც მე ერთ დროს ვაპროტესტებდი იმ უსამართლობას, რაც ჩემი სამშობლოს წინააღმდეგ ტარდებოდა. ამ დღეს ფაქტიურად ერმა გამოხატა თავისი ნება, სურვილი და დააფიქსირა ის, რაც მას სურდა. დამოუკიდებლობა, თავისუფლება, რომ ის ყოფილიყო თვითმყოფადი. 9 აპრილის ტრაგიკული ღამის მონაწილეებმა ქაშვეთის ტაძართან გადაინაცვლეს. ერთადერთი, ვისაც დემონსტრანტებისგან მემორიალის გვირგვინით შემკობის პატივი და ოვაციები ერგო, უცხოელი დიპლომატები იყვნენ. რაც მე ვნახე, აქ იყო რამდენიმე ადამიანი, რომელიც პოლიტიკური და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების მიმართ იგინებოდა. ჰქონდათ პროვოკაციის მცდელობა. სხვა სიმართლე გითხრათ, მე აქ რაღაცა ინციდენტი ისეთი არ მინახავს. დემონსტრანტების ქმედების მიღმა სახელისუფლებო პარტიამ პროვოკაციის მოწყობის სურვილი ამოიკითხა. მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად კი 9 აპრილის მემორიალის ნაცვლად მართველი გუნდის ლიდერები სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ და დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ. არიან ადამიანები, რომლებიც ყველა თარიღს იყენებენ სიძულვილის დასათესად, საზოგადოების გასახლეჩად და დღევანდელ დღეს მათ სცადეს 9 აპრილი. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დღე გამოიყენებინათ კიდევ ერთხელ საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად. ალბათ ჩვენი გმირების სულები ჩვენგან სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას ელოდნენ, გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მიმართული არა დაპირისპირების გაღვივებისკენ, არამედ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნებოდა მიმართული სწორედ საზოგადოების გამთლიანებისკენ. თავის დროზე როდიონოვი ცდილობდა რუსთაველის გამზირის ოკუპაციას და ახლა ცდილობენ ბურჭულაძე როდიონოვები, რომლებიც თავის დროზე უწოდებდნენ რუსულ ბანს, რუს ბანს და ასე შემდეგ და დღეს ცდილობენ რომ დამოუკიდებლობის იდეას ამ გაგები დაესხან თავს. სამების საკათედრო ტაძარში მისულ პრემიერს დამატებითი კომენტარის გაკეთება დილას გავრცელებულ განცხადებაზეც მოუწია, რომელიც 9 აპრილის მემორიალთან მომხდარ დაპირისპირებას ეხებოდა. პრემიერმა დაწერა, რომ ტრაგედიიდან 36 წლის თავზე რუსთაველის გამზირზე უცხოური ძალა ძალადობდა. ეს კი საზოგადოების ნაწილმა სპეკულაციისთვის გამოიყენა. მე ვსვავ ტოლობის ნიშანს, რომ ზუსტად ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს Deep State, ახლა უკვე არა ამერიკის, მაგრამ ევროპული ბიუროკრატიის გამოყენებით, როგორც თავის დროზე 36 წლის წინ მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბჭოთა KGB. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები და დავიცვათ ჩვენი საზოგადოების ინტერესები. საბჭოთა კავშირსა და დღეს მიმდინარე პროცესებს შორის პარალელი პარლამენტის თავმჯდომარემაც გაავლო და დაწერა, რომ უცხოური ძალა ახლა ქვეყნის ფუნდამენტის მორყევას ცდილობს. მემორიალთან მომხდარი კი მართველი გუნდისთვის ამის ნათელი მაგალითი აღმოჩნდა. ეს დღე ეკუთვნის ყველას, ერთს და ბერს, ყველა თაობას და 9 აპრილის მემორიალთანაც, რა თქმა უნდა, მოიძიება ადგილი ყველასთვის, ვისაც არის ძვირფასი ჩვენი ქვეყანა. სწორედ ამიტომ არის დასანანი ის სიძულვილის ენა, ის ექსტრემიზმი, რაც ჩვენ ვიხილეთ. სახელდაკარგული და სინდის გაყიდული ადამიანები, მათ შორის რუსეთში მომღერალი ბანი
და ნაცების რეჟიმის ჯალათები აპროტესტებენ ადამიანების მსვლელობას 9 აპრილის მემორიალთან და ამ დღეს კიდევ ერთხელ იყენებენ იმისთვის, რომ დაპირისპირება და შუღლი ჩამოაგდონ ჩვენ საზოგადოებაში. დავალება მიღებულმა ადამიანებმა, მათ შორის რუსულმა ბანმა ბურჭულაძემ დააორგანიზა ისეთი მოძრაობა, სადაც მაგალითად მიაცილეს უცხოელი ელჩები, გაუხსნეს კორიდორი, ხოლო სამაგიეროდ ეხლა სურთ რომ პროვოკაციები მოაწყონ. 1999 წელს როდიონოვის ჯარისკაცებმა სცადეს, მაგრამ დამოუკიდებლობის იდეა ვერ მოჩეხეს. დღეს რუსთაველზე როდიონოვის ნიჩბიანი ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალი სამშობლო დაკარგულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც იმავე დაუნდობლობით ცდილობენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის დაჩეხვას. ეს დღე აღარ გამოვა. ქართველმა ხალხმა ისწავლა გაკვეთილი. ისწავლა და აირჩია ხელისუფლება, რომელიც ჩვენ სახელმწიფოს ბოლომდე დაიცავს. 1989 წლის 9 აპრილის მნიშვნელობასა და დაღუპულ გმირთა თავდადებაზე დაწერა საქართველოს პრეზიდენტმაც. ამ დღის მნიშვნელობა განუზომელია. 9 აპრილმა საქართველოს დამოუკიდებლობისაკენ სვლა შეუქცევადი გახადა. უსაზღვროდ მადლიერი ვართ მათი, ვინც 9 აპრილს უშიშრად იდგა საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე და საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს დამოუკიდებლობას. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ მათ ხსოვნას. ქვეყნის მონაპოვარს თავისუფლებას რომ გაფრთხილება და მუდმივი ზრუნვა სჭირდება, ამაზე მეუფე შიო მიქადაგა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ამ დღეს გლოვის დღესთან ერთად უწოდა ჩვენი ერის სულიერი ამაღლების დღეც. ამ თარიღიდან ზუსტად 2 წელიწადში ჩვენ მივახციეთ დამოუკიდებლობას, მაგრამ ჩვენ გვმართებს ვიზრუნოთ მისი შენარჩუნებისთვის. 36 წლის შემდეგ პირველად მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა 9 აპრილის გმირთა მემორიალთან მისვლა ვერ შეძლო. ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა პარლამენტის წინა ტერიტორია ღამით დაიკავეს და დილით მისულ ადამიანებს მემორიალის გვირგვინით შემკობის შესაძლებლობა არ მისცეს.